ახლა მოვედი სახლში. ზაგარეთ ძალიან ცივა. სანამ გავიხდი. დავჭიქეს ფიქრობ, თან კამერებიდან ამოვიღე ვიდეო რომ გაჩვენოთ და ის კი რომ თქვენგან ბრძენო ქართველებო რჩევა მინდა რომ მოვისმინო იმასთან დაკავშირებით თუ ღამე კი არ და ზოგადად რა გავაკეთო რომ ჩემი საწოლიდან არ გადმოვარდეს კი ბატონო ისეთი მატრას სპეციალურად ისეთი რამ carpet ისეთი ხალიჩა ფენია სპეციალურად იმისთვის არის რომ გადმოვარდეს რბილად დაეცეს და ასე შემდეგ თუმცა მაინც რო ვარდება დედა ჩემი არ არის ეს თან კათეტერიანი ადამიანი ანუ ეს იჩოჩებს და უცბად ვარდება მე ვითხოვე ის ეხლა ვიდეოში რასაც ნახავთ ის საწოლი რაც აქვს ეს სახელმწიფო მომცარო ანუ შემიძლია ავწიო გამოუცვალო და ასე შემდეგ ანუ გამიმარტივეს ყველაფერს აკეთებენ რომ გამიმარტივონ დედის მოვლა თუმცა ხო და ვითხოვე მე რომ შეიძლება ასეთი ხელები რო კონდეს და ხელებიო დემენცია ანუ ეს ბოლო სტადიის დემენცია მქონე ადამიანთან უკვე ანუ აიკრძალო იმიტომ რომ ბევრი ყოფილა შემთხვევა ჩვენ ჯვარი წერია გაეჭედათ თავი თურმე და ანუ დემენცია მქონე ადამიანი ხო ვერ ხვდება ეს რა არის და ეს თავი გაუყვიათ ან წამოდგომა უცდიათ და გაეჭედათ და გარდაცვალებით დამთავრებულა ეს ყველაფერი და ამიტომ აღარ ვუკვეთავთო დემენცია მქონე ადამიანებს ასეთი სახელურიანი საწოლები აღარ მიგვაქვსო რა აკრძალული არისო და ამიტომ შეცვალეს მოკლედ ესეთი ჩვეულებრივი საწოლი ჩვეულებრივი რა საავადმყოფო საწოლებს რასაც ეძახიან და უფენენ ისეთ ხალიჩას რომ გადმოურება რბილი არის რა რბილად დაეწევა თუმცა მეწოდება დედაჩემ ინვალიდის სავარძელი მივუდგი მაგრამ რა თქინდა მაინც ეცემა და მირჩიეთ აი როგორც იმაზე მირჩიეთ რომ შარდი წყალი დაალევინეთ აღარ იქნება მუქიო და მადლიერი ვარ პინცეტი ანუ ეს კი ვიცოდი ისედაც მითხრეს თუმცა ანუ რო ამცოდნო და წარმოიდგინეთ გადაარჩენდით დედაჩემს ეხლა პინცეტით კი აქ კი მოდიან იმიტომ მოდიან რომ შემოწმო დედის მდგომარეობა ექთანი მოდის ექიმი მოდის რომ ნახონ მაგალითად ესე სწორად ვაწვდი საკვებს თუ არა ანუ ყველაფერს კი მასწავლიან თუმცა აი თქვენგან მინდა ამის შესახებ არაფერი არ უსწავლ ვიკითხე და არაფერი არ მითხრეს და აი ხო აფენიოდა რომ გადმოვარდება რბილად დაეცემოდა მირჩიეთ ანუ რაც უნდა მივუდგა აი ინვალიდის სავარძელი მივუდგი და მაინც დაეწერა გაწია არ ვიცი რა და მირჩიეთ პინცეტის ისეთი მადლიერი ვარ რომ პინცეტი მე ვასწავლე აქეთ თქვენ რომ მე მასწავლეთ მე ამათ ვასწავლე ზოგ რაღაცას ისინი მასწავლენ ყველაფერი იმისთვის ხდება რომ დედას შევუქმნათ კომფორტი რითაც შეგვიძლია და არ შეგვიძლია ყველანაირად ამიტომ აბა
ხარით მირჩიეთ რამე. ველი კომენტარებს. უღრმესი მადლობა წინასწარ. აბა დროებით.